გამარჯობა. Რაც მინდა გაგიზიარო ძალიან საინტერესო ინფორმაცია. უფრო მეტად ეს არის ცოდნა, ვიდრე ინფორმაცია. Იმიტომ რომ ეს რაც მინდა რომ დღეს გაგიზიაროთ, არის აღწერილი წმინდა წერილებში. ცოდნა, რომელიც არის გადმოცემული წმინდა წერილებით, არის უტყუარი, არის ზუსტი და არის ის, რაც ყოველთვის გვაძლევს საუკეთესო შედეგს ჩვენი ცხოვრებისთვის. ანუ ეს ტექნიკა, ეს ერთგვარი ტექნიკაც არის. არ არის არავისი მოგონილი, არც ერთი კოუჩის თუ არც ერთი ტრენერის თუ არავისი ფანტაზიის წყარო არ არის. ეს არის ის, რაც არის კანონზომიერება, სამყაროს კანონზომიერება, ოღონდ ტექნიკის სახით გადმოცემული. უშუალოდ ეხება ქმედებას, ანუ ქმედებებს, ჩვენ ხო ვახორციელებთ რაღაცა ქმედებებს ცხოვრებაში, ან რაღაცა გვინდა ცხოვრებაში და ამისთვის რაღაცა ნაბიჯებს ვდგამთ. ამისთვის რაღაცა ის მიზანი გვაქვს დასახული და ის მიზნის მისაღწევი გეგმა გვაქვს და ეს ნაბიჯი გვაქვს გაწერილი და ვხედავთ ჩვენს მიზანს და ვიცით რას მივიღებთ აი ამ ნაბიჯების გადადგმის შედეგად. მაგრამ ძალიან ხშირად და დარწმუნებული ვარ, თითოეულ თქვენთაგანს გქონიათ მომენტები ცხოვრებაში, არაერთი, არამედ ბევრი, რომ რაღაცა განახორციელეთ ნაბიჯები, ქმედებები, მაგრამ შედეგი არ იყო ისეთი, როგორიც თქვენ გინდოდათ რომ ყოფილიყო. არ გაამართლა თითქოს და თითქოს აი შრომა წყალში ჩაგეყარათ. ძალიან ხშირად და ყველა ადამიანის ცხოვრებაში ყოფილა არაერთხელ ეს მომენტი და შემდეგ ჩნდება იქ რაღაცა მივსტირით, დაკარგულ დროს, დაკარგულ აი ჩვენს ენერგიას და ასე შემდეგ. ფინანსებსაც. რეალურად საიდუმლო რაში მდგომარეობს? ჩვენ გვაქვს უფლება რომ ვიმოქმედოთ, მაგრამ არ გვაქვს უფლება რომ დავაგემოვნოთ ამ ქმედების ნაყოფი. ამაზე საუბრობს კრიშნა ბჰაგავად გიტაში, სწორედ აი ამაზე მინდა რომ გესაუბროთ დღეს თქვენ. რა იგულისხმება ამის უკან? ესე იგი, კრიშნა ეუბნება არჯუნას, რომ შენ გაქვს უფლება იმოქმედო, მაგრამ არ გაქვს უფლება დააგემოვნო ქმედების ნაყოფი. ანუ ჩვენ გვაქვს უფლება და იცით რა ისე რომ სანამ განვმარტავ რომ გითხრათ კრიშნასა და არჯუნას დიალოგი არის, ანუ კრიშნა უფლის სახით ესაუბრება ყველა ჩვენთაგანს, არა მხოლოდ არჯუნას. ანუ აი ეს ცოდნა რაც არის ბჰაგავად გიტაში, ამ ცოდნით ხო, აი არჯუნას რასაც ესაუბრება, ფაქტობრივად ყველა ადამიანს ესაუბრება, ეს დევს, ეს სიბრძნე დევს და ეს საიდუმლო დევს ბჰაგავად გიტაში. ეს არ არის დიალოგი მხოლოდ მეომარსა და უფალს შორის. უფალი გვესაუბრება თითოეულ ჩვენთაგანს. მაგ სიტყვებით, ხო? და ნახეთ, როდესაც უფალი ამბობს, რომ და უფლის სიტყვები, რა თქმა უნდა, კანონზომიერება არის. ვისაც ჯერა, რა თქმა უნდა, ზოგს არ სჯერა და თუ არ გჯერათ, არ მოусმინოთ. ჩვენ გვაქვს უფლება რომ ვიმოქმედოთ, მაგრამ არ გვაქვს უფლება რომ დავაგემოვნოთ ქმედების ნაყოფი და რა იგულისხმება ამის უკან? იგულისხმება ის, რომ არ უნდა გქონდეს მოლოდინები. შენი პასუხისმგებლობა რაც არის, შენი პასუხისმგებლობის ქვეშ ეს უნდა შეასრულო, მაგრამ არავითარ შემთხვევაში არ უნდა გქონდეს მოლოდინი. ანუ აი ეს ნაყოფის დაგემოვნების სურვილი არ უნდა გქონდეს. სწორედ მაშინ, როდესაც ჩვენ გავუშვებთ აი ამ სიტუაციას და ვიქნებით, ანუ თან იმოქმედებ, ეს არ ნიშნავს რომ არ უნდა იმოქმედო, მაგრამ მოლოდინებისგან ვიქნებით თავისუფალი, ანუ თან გარეგნულად მოქმედებ და შინაგანად არა. შინაგანად არ გაქვს ეს მოლოდინები. აი, სწორედ მაშინ ხდება სასწაულები. აი, მაშინ არ ეწინააღმდეგები ამ სამყაროს კანონზომიერებას, იმიტომ რომ უფალმა უკეთ იცის შენ რა გჭირდება.
რა ჭირდება შენ სულიერ ზრდას, რა ჭირდება შენს ანუ აი იმ გამოცდილებებს რისთვისაც მოხვედი ამ დედამიწაზე და ჩვენ ადამიანები ჩვენი შეზღუდული გონებით რაღაცებს ხატავთ რომ აი ეს მინდა და ეს მინდა და არა უფალმა უკეთ იცის რა გინდა ოღონდ შენ უნდა იმოქმედე მაგრამ არ უნდა იყო მიჯაჭვული ნაყოფზე ანუ შენი ქმედებების შედეგი რა იქნება ეს უნდა სამყაროს ღმერთს მიანდო პირდაპირ გითხრათ სწორედ მაშინ არ ვეწინააღმდეგებით ჩვენ ამ კანონზომიერებას ამ სამყაროს კანონზომიერებას და მაშინ უკვე ვართ ერთგვარ ტანდემში აი ერთგვარ თან შინაგანადაც სიმშვიდე არის უკვე იმიტომ რომ არ გვაქვს ის შფოთი არ გვაქვს მიჯაჭვულობა არ გვაქვს ის რასაც ამდენი ენერგია მიაქვს ადამიანის და აი ეს დეპრესიები და რაღაცეები ანუ ადამიანი ბედნიერი არ არის იმიტომ რომ ყოველთვის რაღაცას ველოდებით ყოველთვის რაღაცა გვიდა და აი ეს ტექნიკა ამას სხვათა შორის კარმა იოგა ეწოდება კარმა ანუ მიზეზ შედეგობრივი კანონზომიერება იცით ალბათ ეს სიტყვა ну იოგა კავშირს ნიშნავს მაგრამ ამ შემთხვევაში ანუ ამ ტექნიკას ეწოდება კარმა იოგა ძალიან ბევრი ინფორმაციის და ძალიან ბევრი ანუ დიდხანს შეიძლება ამ თემაზე საუბარი თუმცა მე ახლა დავასრულებ და შემდეგ სხვა ვიდეოებში გაგიზიარებთ უფრო მეტ ინფორმაციას და სადეთ აბა დაფიქრდით ამ ინფორმაციაზე რაც დღეს გაგიზიარებთ